თხრობითი პერფორმანსის ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დემოკრატიის მცხოვრებელთა დასის წევრებმა 5 კვირის განმავლობაში დემოკრატიის ისტორიებზე მოძიებული და დამუშავებული თხრობითი პერფორმანსები წარმოადგინეს. საბოლოოდ კი მათ შორის საუკეთესო ჟიურიმ გამოავლინა. ფესტივალი პირველად მიმართება და მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალია. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტია. ვიყავ პირველი კვირის ლიდერი, ამიტომ ავიღე სერტიფიკატი, ასევე გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი ვარ. ამ დროს ჩვენ მუშაობდით 5 კვირის განმავლობაში 5 კაციანი ჯგუფი, ვადგენდით ისტორიებს დემოკრატიის შესახებ და აშკარად ვიბრძენით გაზრდა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ პროექტის ორგანიზატორებს. ძალიან საინტერესოდ ავითარებდნენ, ლოგიკურად მიყვებოდნენ, ცდილობდნენ მა დაეჭირათ თავის ისტორიასა და დემოკრატიას შორის. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომაც რომ მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა და შეჯიბრიც იყო გუნდებს შორის. მე ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითი იქნება მომდევნო თაობებისთვის, მომდევნო მთხრობელებისთვის. ისტორიების დახმარებით ახალგაზრდები საზოგადოებას უყვებიან სამოქალაქო აქტივობის კონკრეტული მაგალითების შესახებ, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ და ვფიქრობ, ეს მეთოდი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თეორიულად ახსნა დემოკრატიის გაცილებით რთულად აღსაქმელი იყო შეიძლება, ვიდრე ის, რომ კონკრეტული მაგალითები